სამართალდამცავთა დაცვის ლიგა, ასე ქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც სამცხე-ჯავახეთში ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო. ორგანიზაცია ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებული ან მოქმედი თანამშრომლების უფლებებს დაიცავს. ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მხარს უჭერს. მალხაზ ლაზარაშვილი ამბობს, რომ ძალოვან სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობდა. დაკავებული თანამდებობიდან კი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გაათავისუფლეს. რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი უფლებები არავინ დაიცვა. გათავისუფლებული ვარ ნოემბრის თვიდან, თუმცა ჩემს უფლებებს ნამდვილად არავინ არ იცავს, ისევე როგორც აქამდე არც ერთი პოლიციელის უფლება არავის არ დაუცვია და შესაბამისად ჩემთანაც კიდე სხვის უფლებები. მარტო აქ ეს არ იგულისხმება იქ უკანონოდ დაუშვათ ან არასამართლიანად სამსახურიდან დათხოვნაზე, იქ ბევრი სხვა საკითხებიც არის, რისი დახმარებაც მათ შეუძლია და ძალიან მისასალმო, ძალიან კარგია. სამართალდამცავთა დაცვის ლიგის რეგიონული ორგანიზაციები ქვეყნის ყველა მხარეში ფუნქციონირებს. სამცხე-ჯავახეთში მისოფის რაიონული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი უხელმძღვანელებს. ირაკლი ბარძიმაძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია არა მარტო ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, არამედ მოქმედი და პენსიაში მყოფი პირების, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული პირების ოჯახის წევრების უფლებებს დაიცავს და დაეხმარება. ეს მეტად საჭირო ორგანიზაცია, იმიტომ რომ ყველა საზოგადოების ყველა ფენას ფაქტურად ყავს თავისი უფლებადამცველი და იმ ხალხს, ვინც მართლაც თავის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავს მოსახლეობის უფლებებს, მათ ფაქტურად არ აყავთ უფლებადამცველი და მათი უფლებები ყველაზე ხშირად ირღვევა, მე მინდა აღვნიშნო საქართველოში, იმიტომ რომ მათი გარდაცვალების შემდეგ არც კი ხდება იმის აჟიტირებაც და ვთქვათ სააშკაროზე გამოტანა, რომ აი რამხელა დიდი მსხვერპლი გაიღო იმ ოჯახმა იმისათვის, რომ დანარჩენად საზოგადოება ყოფილიყო მშვიდად და საზოგადოებაში ყოფილიყო წესრიგი დაცული. ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაცია 2013 წლის თებერვლის თვეში შეიქმნა. მისი დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ ყოფილი და მოქმედი სამართალდამცველების უფლებები ამ დრომდე არავის დაუცავს. ლიგაში ყოფილი პოლიციელები და სამართალდამცავები გაწევრიანდნენ, რომლებმაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ თანამდებობები დატოვეს. ირაკლი ქადაგიძე განმარტავს, რომ სამთვიანი მუშაობის განმავლობაში მათ რამდენიმე გახმაურებული ფაქტის შესახებ ორგანიზაციის პოზიცია ღიად გამოხატეს. ჩვენს ლიგაში გაერთიანებული და გაწევრიანებული პოლიციელები და სამართალდამცავები ვართ იმ რეფორმების მონაწილეები, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და ჩვენი სურვილია, რომ გარედან დავაკვირდეთ ამ რეფორმების მიმდინარეობას და შესაბამისად დავიცოთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი ყოფილი თანამშრომლების, იმიტომ რომ ჩვენ ყოფილი სამართალდამცავები ვართ, მათი კანონიერი უფლებები, მათი ოჯახის წევრების კანონიერი უფლებები. სამართალდამცავთა დაცვის ლიგის დამფუძნებლები განმარტავენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების უფლებებს ორგანიზაციის ადვოკატები დაიცავენ. მათთვის მომსახურება უფასო იქნება. დღესვე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი წევრებისგან მათი მოსაზრებები, შეხედულებები და პრობლემები მოისმინეს. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის ორ რეგიონში, სამეგრელოსა და იმერეთში უკვე ჩატარდა.